დარგის მიტაცება ხდება უკვე სახელმწიფოს მხრიდან. ბიზნესის კეთება სახელმწიფოს საქმე არ არის. ხელშეკრულება ითვალისწინებს იმას, რომ 33% მოგება იქნება ჩვენი სახელმწიფოსი, ასევე ითვალისწინებს იმას, რომ მუშახელი, რომელიც დაქირავებული იქნება ამ პროექტების განსახორციელებლად, აუცილებლად უნდა იყვნენ ქართველები, ასევე ითვალისწინებს იმას, რომ რა მასალებიც იქნება გამოყენებული მშენებლობის პროცესში, აუცილებლად უნდა იქნას შესყიდული საქართველოში ქართული კომპანიებისგან. არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს ქართულ 30,000 ადამიანს და თუ ნიშნავს, მაშინ პირდაპირ აბსოლუტურად 100%-იანი გარანტიით ნიშნავს წნეხს არსებულ ინდუსტრიაზე. იმიტომ რომ ეს 30,000 ადამიანი, მე და თქვენ ხო არ წავთ და ეს დარგი არ არის მთლიანად ამდენი და ეს ხალხი არსებულ ბიზნესებს მოაკლდება. არსებულ ბიზნესებში დგას არსებული ღირებულებითი ჯაჭვი, არსებული ეკონომიკა, სხვადასხვა ოჯახები, საბანკო ვალდებულებები, გადაჯაჭვული რაღაცა ეტაპებზე მიმდინარე პროექტები, რომელიც თეორიულად ძალიან რეალური თეორიით თან პირველი დაზიანდება. Arzi ve bizde dama şobeli